მოგესალმებით კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ, ვინაიდან გვაქვს კვორუმი. კოლეგებს ვეტყვით, დღეს ორი კომიტეტი გვექნება, ერთი ის რომელსაც დამოუკიდებელი საკითხის ირგვლივ გამართავდა და მეორე გვექნება უკვე გაერთიანებული კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, სადაც ასევე ანგარიშებს მოვისმენთ, მაგრამ ეხლა მინდა გთხოვოთ, რომ ის ხდომა, რომელსაც დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი აქვს და ეს არის საკმაოდ ვრცელი პაკეტი, რომელსაც წარმოგვიდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. ეს არის საერთაშორისო დაცვის შესახებ და გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი. გთხოვთ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დიდი მადლობა, დღის წესრიგი დამტკიცებულია და ბატონ ალექსანდრეს ვთხოვთ წარმოგვიდგინოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტს, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს სრულიად ახალი კანონი შეიქმნა და თამდევი ჯამში სულ 18 კანონპროექტი, საკმაოდ მოცულობითი კანონპროექტია. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩვენი კოლეგა უწყებების ჩართული. რა იყო, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი და რატომ გახდა საჭიროება, რომ ასე მასშტაბურად შევხედოთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ თქვენთაგანი ადევნებთ თვალს იმ განვითარებულ მოვლენებს სოფლიოში, რაც ხდება სხვადასხვა ასე ვთქვათ, კონფლიქტების კუთხით, სტიქიური მოვლენების კუთხით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში სოფლიოში იწვევს მიგრაციული ნაკადების ზრდას. მაგალითისათვის რომ ავიღოთ 2023 წელს დაახლოებით 116 მილიონი ადამიანი გადაადგილდა იძულებით თავის საცხოვრებელი ადგილიდან. ეს მხოლოდ ერთი წლის მონაცემია, რა თქმა უნდა, მას თუ წინა წლების მონაცემებსაც დავუმატებთ, საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ, გადაადგილდება სოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ შეცვალოს კანონმდებლობა, მაქსიმალურად ასე ვთქვათ, გაამკაცროს მიდგომები იმისათვის, რომ ამ მიგრაციული ნაკადებს გაუმკლავდეს და თავის ქვეყნის სუვერენიტეტი უსაფრთხოება დაიცვას. ბოლო პერიოდში, მათ შორის ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ცვლილებები დაიწყო და სერიოზული დეპორტაციები განხორციელდა, ასევე ევროკავშირმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ არაერთი დირექტივა და არაერთი ესე ვთქვათ, საკანონმდებლო აქტი მიიღო იმისათვის, რომ გაემკაცრებინა მიდგომები. შესაბამისად, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონდეს გამართული სწორი კანონმდებლობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ცვლილებები, ვეცდები რომ მოკლედ პრინციპების დონეზე წარმოგიდგინოთ ეს ცვლილებები და თავხსნათ თავისი мотиваცია თუ რატომ გახდა საჭიროება ამ ცვლილებების. პირველ რიგში დავიწყებ საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონით, რომელიც სრულიად ახალი კანონია, ცოტა ესე ვთქვათ, სპეციფიური საკითხები არის, მაგრამ ვეცდები რომ ავხსნა ისე რომ თქვენთვისაც გასაგები იყოს თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ცვლილების საჭიროება. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თავშესაფრის სისტემა ბოროტად გამოიყენება და არაერთი უცხოელის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანაში დარჩეს ლეგალურად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ეს მისი თავარი მიზანია, რომ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, განვითარებას შეუწყოს ხელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ეს არის კონკრეტული ვადით ჩაკეტილი, ხო? არის ზოგ ქვეყანასთან 45-დღიანი უვიზო, ზოგ ქვეყანასთან 90 დღე, 180 დღეში, ზოგ ქვეყანასთან 1 წლიანი უვიზო გვაქვს, მაგრამ ეს ვადა მთავრდება, ხო? მიზანია მისია ტურისტული მოგზაურობა და არა იმ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანაში დარჩენა. საკმაოდ ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ რომ ქვეყანაში დარჩნენ და მოიპოვონ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ეხლა ორი გზა არსებობს, ერთია რომ წავიდნენ ბინადრობის გზით, მაგრამ იმას თავისი ცენზები აქვს და გარკვეული მოთხოვნებია, რომ რაც დაწესებულია და რასაც რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ და ირჩევენ მარტივ გზას. ეს მარტივი გზა არის თავშესაფრის მოთხოვნა, ანუ თითქოს და მათ თავიანთ ქვეყანაში რაღაც ელოდებათ დევნა, მათ მიმართ განხორციელდება კონკრეტული ქმედებები და ამის გამო ითხოვენ საქართველოსგან თავშესაფარს. ამას ჭირდება ბუნებრივია საერთაშორისო სტანდარტების სამისად საკითხის შესწავლა და ორ ინსტანციაში საჩივრდება სასამართლოში. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ
დღეს მიგრაციის დეპარტამენტს აქვს საკმაოდ ბევრი განაცხადი მიღებული განხილვაში და მიმდინარეობს შესწავლა და ამავე დროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სასამართლო განხილვებში არის და სადღაც დაახლოებით 1200-ზე 1500-მდე საქმე არის დღეს მიმდინარე სასამართლოებში. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად საქმეები 2018 წლიდან 2019 წლიდან განხილვაში არის და დღემდე არ დასრულებული. ანუ ეს ადამიანები ეს პერიოდი სანამდე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს სახელმწიფო უწყებები პირველ რიგში მიგრაციის დეპარტამენტი შემდგომ სასამართლო მის მიმართ ვერანაირ პროცედურას ვერ განახორციელებ. მას აქვს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება, მუშაობის უფლება, ვალდებულება გვაქვს ჩვენ აღებული სახელმწიფოს რომ ყოველთვიური შემწეობით უზრუნველყოთ. გარდა ამისა, ანალოგიური ჯანდაცვის სისტემით უნდა ვასარგებლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათ შორის ზოგ შემთხვევაში საცხოვრებლის უზრუნველყოფის ვალდებულებაც გაგვაჩნია. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ 95-97% აი ამ განაცხადების არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ხელოვნურად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და შემდგომ ხელოვნურად გასაჩერება იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ ვადა. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ძალიან ბევრ ქვეყანას უდგას ანალოგიური პრობლემა და თავშესაფრის სისტემა გამოიყენება ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლების მოსაპოვებლად. ამიტომ ევროპის ქვეყნები და არაერთი წარმატებული ქვეყანაც ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაფილტროს ესე ვთქვათ, საქმეები, მხოლოდ იმ ადამიანების საქმეები წავიდეს არსებით განხილვაში და ასე ვთქვათ, შესწავლაში, ვისაც მართლა რეალური საფრთხე ემუქრება და არსებობს იმის საშიშროება, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მის მიმართ განხორციელდეს იქნება წამების რეალური საფრთხე იქნება თუ ასე შემდეგ. და ეს დაუსაბუთებელი განცხადებები მაქსიმალურად გაფილტროს და ნაკლებად მოხვდეს სისტემაში. სწორედ ამ სულისკვეთებით ჩვენ ბევრი რაღაცები შევცვალეთ ამ კანონმდებლობაში. პირველ რიგში დაწესდა, რომ განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნაზე უნდა შევიდეს მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტში. დღეს ჩანაწერია, რომ ნებისმიერ სახელმწიფო უწყება ვალდებულია მიიღოს ეს განაცხადი და როგორც კი ამ განაცხადს გააკეთებს, ის ითვლება თავშესაფრის მაძილად. ანუ ის ამ პროცესში ჩაერთო უკვე. ეხლა ჯერ ერთი არც ასე ვთქვათ, იმდენი გამოცდილება აქვს სხვა უწყებებს, რომ ყველა ეს საკითხი გაფილტროს და მეორე მხრივ კიდე შეიძლება საერთოდ ვერ ასე ვთქვათ, დაგვიანებით გადამოაგზავნონ ეს განაცხადი. ამ დროს შეიძლება გაძევეს პროცედურა იყოს დაწყებული და ასე შემდეგ. ამიტომ ჩაიდო მოთხოვნა, რომ მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტში უნდა მოხდეს მოთხოვნა. თუ ადამიანი დაკავებული, რა თქმა უნდა, მას პენიტენციურ დაწესებულებაში მიმართვის უფლება აქვს, ხოლო თუ საზღვარზე ითხოვს და ქვეყანაში არ ხდება მისი დაშვება, შეუძლია საზღვარზე. ანუ ამ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი თავშესაფრის მოთხოვნა. ანუ რაც ერთის მხრივ აკუმულაციას გაუკეთებს და მოაქცევს ერთსაერთოდ სტანდარტში განაცხადებს. მეორე, შემოდის დასაშვებობის ეტაპი. რას ნიშნავს ეს დასაშვებობის ეტაპი? ანუ პირველად სკრინინგი ხორციელდება საქმეების, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაც ჩანს, რომ აშკარად დაუსაბუთებელი მოთხოვნა, მაგალითად, კონკრეტული შემთხვევებია, რომ შემოდის ადამიანი ისეთი ქვეყნიდან, რომ გამორიცხულია, რომ იქ რაიმე, ასე ვთქვათ, ძალადობას ან ასე ვთქვათ, საფრთხე კონდეს კონკრეტული, ხო, არსებობს უსაფრთხო მესამე ქვეყნები, მაგალითად, ქონია განაცხადები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მხრიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის მხრიდან, ეხლა, ნუ ძალიან აბსურდული განაცხადები, ხო, ნუ არ თანხმდება ვიღაცა თქვა კონკრეტული პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას და ამიტომ ითხოვს საქართველოს თავშესაფარს. ანუ რეალურად ცალსახად ჩანს, რომ ეს ადამიანი ხელოვნურად ტვირთავს ამ სისტემას. ანუ ასეთი განაცხადები პირველად ეტაპზევე დასაშვებობის ეტაპს ვერ გაივლის და შესაბამისად აღარც ჩართვა მოხდება თავშესაფრის სისტემაში და მარტივად მოხდება ასეთი განაცხადების გაფილტრა. და შესაბამისად თუ მის შემდგომში უკვე გაძევეს პროცედურა მარტივად დაიწყება. ამიტომ პირველი ასე ვთქვათ ბარიერი ერთია, რომ განაცხადებების მიღება იზღუდება კონკრეტული დეპარტამენტით, შემდგომში შემოდის დასაშვებობის ეტაპი. გარდა ამისა, თუ კი მე გითხარით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია რომ მიმართოს, ხო? ეხლა პრაქტიკაში რა ტენდენციას დავაკვირდით, რომ მაგალითად მისჯილი აქვს 3 წელი, 4 წელი თავისუფლების აკვეთა უცხოელს, ხო? გათავისუფლებამდე რო აქვს დარჩენილი, თქვათ, რავი, 1 თვე, ამ დროს აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ამ დროს 3 წელი და 11 თვე იხდის სასჯელს, არ და ესე ვთქვათ, მოსვლია აზრად, რომ მოეთხოვა თავშესაფარი და აი ბოლო 1 თვე როა, ამ დროს აკეთებს განაცხადს. იმისათვის, რომ გამოსვლის შემდეგ ჩაერთოს ამ სისტემაში, გაწევროს დრო და ასე ვთქვათ, ლეგალურად დარჩეს ქვეყანაში. ამიტომ შემოგვაქვს მოთხოვნა, რომ თუ კი პენიტენციურ დაწესებულებაშია, 10 დღის ვადაში მას უფლება აქვს, რომ მოითხოვოს თავშესაფარი, ამ 10 დღის განმავლობაში განემარტება აღნიშნული უფლების თაობაზე, გააკეთებს განაცხადს, ჩაერთვება სისტემაში. სხვა შემთხვევაში ვერ გაივლის დასაშვებობის ეტაპს და შეიძლება დაჩქარებული წესითაც იქნეს განხილული.
ასევე შემოგვაქვს საზღვარზე საერთაშორისო დაცვის განხილვის პროცედურა. ეხლა რას გულისხმობს ეს? არის შემთხვევები, როდესაც მოვიდა ადამიანი საზღვარზე და არ უშვებს მესაზღვრე, იმიტომ რომ თქვათ მას აქ კონკრეტული საფრთხეებს ხედავს, რომ მისი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება. მაგრამ ამავე დროს ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ვითხოვ თქვენი ქვეყნისგან თავშესაფარს. ამ დროს ვალდებულება გვაქვს ჩვენ საერთაშორისო ასე თქვათ აქტებით აღებული, რომ უნდა ვასარგებლოთ საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სისტემით. ამ დროს დგას დილემა, რომ მაშინ უნდა შემოუშვა ქვეყანაში ეს ადამიანი, ამ დროს ეს უსაფრთხოების ინტერესი უკვე უგველებელყოფილია და იძულებული ხდები, რომ ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ გააქვს კონკრეტული დასკვნა, რომ ამ ადამიანის ქვეყანაში შემოშვება საფრთხის შემცველია, უფრო უპირატესი არის მისი თავშესაფრის უფლებით სარგებლობა და ამ დროს იძულებული ხარ, რომ ქვეყანაში შემოუშვა ეს ადამიანი. ესეთი მაგალითები დაგვიდგა წინა კომიტეტს მოიყვანა ეს მაგალითი, მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაცია, მათ შორის ამდენიმე პენიტენციურ დაწესებულება, მაშინ თავის დროზე უკრაინის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, განკარგვის ქვეშ იყო, შემდგომ გადავიდა უკვე ოკუპირებული მთავრობების ქვეშ და მათ დაიწყეს გარკვეული ნაწილი პატიმრების გამოშვება და პირდაპირ, ასე ვთქვათ, გადმომისამართება საქართველოს საზღვრისკენ. რა თქმა უნდა, ეხლა არავის არ ქონდა სურვილი, რომ ესეთი ადამიანები ქვეყანაში შემოეშვა, მაგრამ ამ დროს დგება ის ნაკისრი ვალდებულებები, რაც გვაქვს ჩვენ კანონით აღებული, რომ ამ ადამიანს სჭირდება საერთაშორისო დაცვა და შესაბამისი უფლებებით და იძულებული ხდება სახელმწიფო, რომ შემოუშვას ეს ხალხი. და არანაირი ბერკეტი კანონში გაწერილი არ არის ასეთ შემთხვევაში და არაერთი გახმაურებული შემთხვევა გაქვს, მათ შორის სტრასბურგშიც იყო წასული რამდენიმე საქმე, რომ ანუ გვიდგა ერთი მხრივ უსაფრთხოების ინტერესი, მეორე მხრივ ვალდებულება აღებული, რომ მათ ვასარგებლოთ თავშესაფრის სისტემით. ამიტომ შემოგვაქვს ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ საზღვარზე შემოსვლის გარეშე მოხდეს პირის დაყოვნება და მაქსიმუმ 28 დღეში თავის სასამართლო განხილვებით შესწავლილი იქნეს ეს საკითხი და იქნეს მიღებული. თუ ვერ ესწრება, ამ შემთხვევაში უფლება ექნება სახელმწიფოს დააკავოს, შემოიყვანოს ქვეყანაში და შემდგომ განახორციელოს გაძევების პროცედურა. ასევე ხო ძალიან აქტიურად იყენებდნენ თავშესაფრის პროცედურაში ჩართული პირები უფასო იურიდიული დახმარების მექანიზმს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ნაკის რამ ვალდებულებას. ეხლა რაში გამოიხატებოდა? თუ კი ადვოკატი არ ცხადდა, მაგალითად, როცა შემოვა განაცხადა და ითხოვს თავშესაფარს, ხდება დაბარება და მას აქვს უფლება, რომ ყავდეს ადვოკატი, ხო? მე ადვოკატი ვერ ახერხებს მოსვლას, ერთხელ გადაიდო შეხვედრა, მე კიდევ სხვა პროცესი აქვს, ვერ მოდის. ან როცა მოდის, ასე ვთქვათ, ერთვება აქტიურად ამ გასაუბრების პროცესში და ასე ვთქვათ, რაც მთავარი მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს, რაში გამოიხატა იძულება, დევნა და საფრთხე რაში მდგომარეობს, ასე დროს ისეთ კითხვებს სვავს, რომელიც ფაქტიურად პროცესს ვეღარ წარმართავს, ხო? რაც არ არის პირდაპირ არაერთი დირექტივაში ჩავიხედეთ და წერია, რომ ადვოკატს აქვს დასწრების უფლება, თუ როცა დასრულდება, მას შეუძლია გააკეთოს შენიშვნა ოფში ან შესაბამის მაშინ, მაგრამ უშუალოდ გასაუბრების პროცესში, როდესაც პროფესიონალი ესაუბრება ადამიანს, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, აი ამ პროცესში ჩარევის უფლება არ გააჩნია. თუმცა არ გულისხმობ ამას სასამართლო განხილვების დროს, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს და შეუძლია მიიღოს. აი აქაც ხდება გასწორება ამისი, რომ ერთი მხრივ ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აფერხებდეს პროცესს, უფლება რჩება, რომ ყავდეს ადვოკატი, მაგრამ ადვოკატს შეუძლია უკვე გასაუბრების დასრულების შემდეგ, რომ დასვას დამაზუსტებელი კითხვები და შენიშვნები გააკეთოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის არ იბარებდნენ გადაწყვეტილებებს. აი ეს მოგეხსენებათ, რომ მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ, პოსტით ხდებოდა მითეულ მისამართზე გაგზავნა, იქ არანაირ არ ხდება, სანამ არ ჩაბარდება, ვადების ათვლა არ ხორციელდება და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო და წარმოიდგინეთ, მთელი მექანიზმები არსებობდა ვადის გაჭიანურების საბოლოო ჯამში, რომელიც მერე უკვე თითოეული დღე, რასაც სახელმწიფო ეფექტურად ვერ მუშაობს, მათთვის გახანგრძლივებული ქვეყანაში ყოფნის საშუალება არის. წინა პარლამენტის პირობებში დავნერგეთ ჩვენ გადაწყვეტილებების ელექტრონულად ჩაბარების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სპეციალური ელექტრონული პორტალი არსებობს, სადაც ყველას აქვს თავისი გვერდი, მისდის SMS-ი, რომ თქვენ შეტყობინება არის, შეუძლია შევიდეს, ნახოს, შეამოწმოს და სისტემაში შესვლისთანავე ითვლება ჩაბარებულად ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არ მუშაობს სასამართლოებზე. სასამართლოებს ისევ იგივე პრობლემა აქვს და ისევ იწელება დროში დაბარებას ხდომაზე, თუნდაც იგივე გადაწყვეტილების ჩაბარება და ასე შემდეგ. ასე რომ სრულად გადადის ელექტრონულ სისტემაზე და ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაბარდება ელექტრონულად.
გარკვეულწილად ცირდება ვადები, გასაჩივრების, განხილვის ვადები და ერთობლიობაში ფიქრობთ, რომ ეს, ასე ვთქვათ, კონცეფცია საერთაშორისო დაცვას, როგორც ასე ვთქვათ, ბროტაცარგებლობის საშუალებას აღარ მისცემს და მაქსიმალურად განტვირთავს როგორც სასამართლოს, ასევე მიგრაციის დეპარტამენტს და მოგცემს საშუალებას, რომ მიზნობრივად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ მართლა თავშესაფარი და ის ადამიანები, ვინც ბროტად იყენებენ ამ სისტემას, მათ მიმართებაში სახელმწიფოს ჰქონდეს სწრაფი, ასე ვთქვათ, მოქმედების საშუალება. მეორე ნაწილი ამ ცვლილებების ეხება უკვე გაძევების მიმართულებას და რამდენიმე საკითხსაც შევეხები თქვენის ნებართვით. შემოგვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის ახალი სახე, ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს ძალიან ეფექტური მექანიზმი იქნება საბოლოო ჯამში იმ უცხოელების მიმართ, ვინც კანონს აღვევს ამ შემთხვევაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა ქვეყანაში, მოსამართლეს ექნება საშუალება, რომ გამოიტანოს როგორც ძირითად, ასე დამატებით სასჯელად გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 2-დან 10 წლამდე არის ვადა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება იყოს 5-დან 20 წლამდე შემოსვლის აკრძალვა. მაგალითად, აი საზღვრის უკანონო კვეთების შემთხვევაში ძალიან ეფექტური იქნება ეს საშუალება იმისათვის, რომ ერთის მხრივ მარტივი და სწრაფი მართლმსაჯულების მეშვეობით მოხდეს დროულად პირების ქვეყნიდან გაძევება. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოგვაქვს ახალი ცვლილებები, რაც გულისხმობს ასევე რამდენიმე მიმართულებას. პირველ რიგში მკაცრდება სახდელები, ჯარიმები უпростоრად იმ უცხოელებისთვის, ვინც ქვეყანაში უვიზოთ მოგზაურობის წესებს დაარღვევენ. დღეს არის მინიმალური ჯარიმები, 3 თვემდე თუ დაარღვევს არის 180 ლარი წარმოიდგინეთ და 3 თვეზე მეტად თუ დაარღვევს არის 360 ლარი ჯარიმა. არანაირი, ესე ვთქვათ, შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია. კი ბატონო, აბსოლუტურად და პრაქტიკაში საერთოდ არ აქვს შემაკავებელი ეფექტი და სპეციალური მექანიზმები არსებობს, რომ ვთქვათ, გადიან, მე იხდიან ჯარიმას, უკან ბრუნდება და ისე ქვეყანაში კანონიერ ყოფნის უფლება გააჩნია. ვამკაცრებთ ჯარიმებს და იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები და გარდა ამისა დამატებით სახდელად ემატება, რომ ასეთ ადამიანებს ქვეყანაში უკან დაბრუნების უფლება გარკვეული ვადით შეეზღუდებათ. გარდა ამისა, კონკრეტული ქმედებები გამოვარჩიეთ, რომელიც ასე ვთქვათ, გასული თვეების ძალიან მძიმე მოვლენება, ასე ვთქვათ, ძალიან მკაცრად დაგვანახა, რომ საჭიროება იყო ამისი. საჭიროება იმისი, რომ კონკრეტულ ქმედებებზე იყოს ქვეყნიდან გაძევება, როგორც დამატებითი სახდელი. მაგალითად, ისეთი როგორც არის წვრთნელი ხულიკნობა, პოლიციის დაუმორჩილება, იმ ასე ვთქვათ, საჯარო მოხელეების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. აქცია მანიფესტაციის წესების დარღვევა. ეხლა რამდენიმე მაგალითს მოგიყვებით და ალბათ მიხვდებით, რატოც დადგა ამის საჭიროება. არაერთი უცხოელი დავაიდენტიფიცირეთ მიმდინარე აქციების დროს, მათ შორის ბევრის მიმართებაშიც სასამართლო გადაწყვეტილებებია, რომ ჩაიდინეს დაუმორჩილება ან წვრთნელი ხულიკნობა, ნაწილმა ადმინისტრაციული პატირობაც კი მოიხადა, მაგრამ ვინაიდან არის საკმაოდ მაღალი ვადები იყო, ასე ვთქვათ, ქვეყანაში მათი უვიზოთ ყოფნის, ჩვენ არანაირი მექანიზმი ამ ადამიანების ქვეყნიდან გაძევების არ ქონდა. ერთი უცხოელი, მათ შორის პარლამენტის შენობაშიც კი შემოიჭრა და აი აქ დავაკავეთ და არაფერი ჯარიმა გამოიყენა სასამართლომ და ის ადამიანი კიდე ცხოვრობდა ქვეყანაში. შესაბამისად, ასე დროს უნდა არსებობდეს. მათ შორის ყავდა რამდენიმე უცხოელი, რომელმაც მაგალითად ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშიდა. დავაკავეთ ეს ადამიანები. მან შემთხვევაში არ გვაგვაჩნია დღეს მოქმედი კანონმდებლობით ამ ადამიანების გაძევების უფლება, თუ კი მას ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა არ ამოეწურა. ასე რომ ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის უსაფრთხოებას და მათ წესრიგის დაცვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეს იყო ძირითადი საკითხები, ძალიან ვარ გადაგღალოთ, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მიმართულებებია და კითხვების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით ვთქვა, რომ ამომწურავად კი პასუხობთ. პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბატონო ალექსანდრე, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოხსენება და წარმოდგენა იმ ინიციატივის, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი არის და მე ვიტყოდი, რომ ამ ინიციატივას სახელმწიფო მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ის ადამიანი, თქვენი უწყების თანამშრომელი, რომელიც ამ პაკეტის შემუშავების დროს მუშაობდნენ, ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან, რომ მათ მადლობა უთხრათ, ვინაიდან სწორედ ესეთი ინიციატივები
ხდის ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს და დაცულს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი განსაკუთრებული, რაზეც თუნდაც ბოლო პერიოდში ჩვენ მუშაობთ. მოგეხსენებათ და კოლეგებს მოეხსენებათ, რომ ამ ინიციატივას ჩვენ ერთი მოსმენით ვიხილავთ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სავალდებულო კომიტეტის სტატუსი და უკვე შემდეგი მოსმენები წამყვან კომიტეტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. პირველ რიგში ჩემს კოლეგებს კითხავ, კითხვები ან მოსაზრებების გამოთქმის სურვილი ხომ არ გვაქვს, ჩემს აპარატს აქვს ორი მოსაზრება, რომელსაც თქვენის ნებართვით მე აპარატის თანამშრომელს ბატონ დავით მუზაშვილს ვთხოვ, რომ წარმოგიდგინოთ. ალბათ ბატონო დათო გთხოვთ. მადლობა. ერთი მოსაზრება ჩვენი ეხება საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, ხოლო მეორე უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. პირველი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ პროექტით სიახლეა გათვალისწინებული ალტერნატიული ზომის სახით, შემოღების სახით, რომ მაგალითად იმის უზრუნველსაყოფად, რომ პიროვნება ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან, მას შეიძლება დაეკისროს ყოველკვირეულად პოლიციაში ორჯერ გამოცხადების ვალდებულება და ასე შემდეგ. დღეს მხოლოდ დაკავება გქონდა და ანუ ალტერნატიული ზომებით შემოდის. თავის მხრივ ეს რა თქმა უნდა უფლებრივად კარგი ქმედება არის, იმიტომ რომ ალტერნატიულ ღონისძიებას ითვალისწინებს, მაგრამ მაინც უფლების შეზღუდვის გარკვეულ ფორმას წარმოადგენს. პროექტით შემოთავაზებული არის რეგულაცია, რომ 3 თვით ხდება პირდაპირ ამ შეზღუდვის დაწესება სასამართლოს გადაწყვეტილებით და შემდეგ გაგრძელებაც ისევ 3 თვით ხდება. ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომ მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა 3 თვემდე ვადაში თვითონ განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა საჭიროება იქნება და ეს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის უფრო კარგ სტანდარტს მოგცემს და ჩვენ კანონმდებლობაში ეს მიდგომა უფრო აღიარებულია. ვფიქრობთ, რომ აქაც შესაძლებელი იქნება ამის გაზიარება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში არსებული ჩანაწერი, რომ თუ არსებობს ვარაუდი, რომ პიროვნება მალავს თავის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ანუ პოლიციას, ეძლევა შესაბამის თანამშრომლებს, ეძლევა შესაძლებლობა, რომ მესაკუთრის ან მფლობელის წერილობითი თანხმობით მოახდინოს საცხოვრებლის შემოწმება ამ დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით. ამ ხრივ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება გაგრძელდეს მსჯელობა ამ პროცედურაში სასამართლო კონტროლის მექანიზმის გასათვალისწინებლად. იმიტომ რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოგეხსენებათ თანაბრად არის უზრუნველყოფილი როგორც მოქალაქისთვის, ასევე არამოქალაქისთვის. ეს არის ადამიანის უფლება და არამოქალაქის უფლება და ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში, როდესაც პირადობის მოწმობის ან პასპორტის მოძიების პროცესი იქნება გარდუვალი, იქნება პირადი ცხოვრების კომპონენტის შეზღუდვის თავიდან არიდება. ამიტომ პოლიცია ყველა ვარიანტში მოუწევს ისეთი ნივთების შემოწმება, რაც მათ შორის უკვე პირადი ცხოვრებაში ჩარევასაც გამოიწვევს და ვფიქრობთ, რომ აქ თუნდაც პოსტფაქტუმ სასამართლო კონტროლის მექანიზმი მნიშვნელოვანი იქნება უფლების დაცვის მიზნით. მადლობა. კეთილი სულ ეს იყო ბატონო ალექსანდრე, ის მოსაზრებები, რომელიც ჩვენს კომიტეტს გააჩნია, შეგიძლიათ თქვენ უპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონო რატი, დიდი მადლობა კომიტეტის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს. საკმაოდ მოცულობითი პაკეტია და მესმის, რომ მოკლე დროში ცოტა რთული იქნებოდა, რომ ასე ვთქვათ, სიღრმისეულად დამუშავება, მაგრამ რა თქმა უნდა, განხილვების დროს კიდევ ბევრი საკითხი წარმოიშვება, ჩვენ მზად ვართ თითოეულ საკითხზე მსჯელობისთვის. რაც შეეხება ალტერნატიული ზომის საკითხს, აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო დავით. თავის დროზე ანუ ამის მიზანის იყო, რომ მოგეხსენებათ, ბევრ შემთხვევაში იწყება წარმოება და დაკავება ეს არის უკიდურესი ღონისძიება და თქვათ პოლიციაში გამოცხადება, ასე ვთქვათ, ერთგვარი შუალედური მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ მოგცევს იმის საშუალებას, რომ რეალურად ვაკონტროლოთ ამ ადამიანის ქცევა და მეორეს მხრივ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ის უკიდურესი ზომა ყველა შემთხვევაში არ იქნეს გამოყენებული. ასე რომ სრულად ვიზიარებთ იმ საკითხს, რომ 3 თვემდე იყოს, ვთქვათ, და კონდეს მოსამართლეს დისკრეცია, შეიძლება ხედავდეს, რომ არ არის საჭირო, რომ ვთქვათ 3 თვით გამოიყენოს, შეიძლება 1 თვით გამოიყენოს და საერთოდ ლოგიკურიც არ იყოს ბოლომდე გამოყენება. ასე რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ თქვენ შენიშნოს და შეგვიძლია რომ ავსახოთ ეს უკვე პროექტში. რაც შეეხება
დოკუმენტის საკითხს. აი აქ მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე. საკითხი მდგომარეობს რაში? არის გარკვეული ქვეყნები, რომელთა მიმართებაშიც სრთულია პირის ქვეყნიდან გაძევება, თუ მას დოკუმენტი თან არ აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა სახმელეთო საზღვარი თქვა ჩვენ მეზობლებთან გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა ამ უცხოელი პირების, რომელიც არალეგალურად არიან ქვეყნიდან, ცხოვრობენ თქვა აზიურ ქვეყნებში, აფრიკულ ქვეყნებში, ზოგთან საერთოდ დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს ჩვენ სახელმწიფოს და ეს ადამიანები და ის თვითონ საელჩოებიც კი არ თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ მარტივად მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, თუ კი იგი გაანადგურებს მაგალითად პასპორტს და ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდი არის და ევროპაშიც ხშირად გამოიყენებენ, ჩაფრინდება მაგალითად პირობითად აფრიკული რომელიმე ქვეყნიდან ევროპის აეროპორტში და დახევს პასპორტს და იძახის რომ ვითხოვ თავშესაფარს. თუნდაც დადასტურდეს რომ ადამიანს არ ეკუთვნის თავშესაფარი, უკან თვითმფრინავში არავინ არ აიყვანს, თუ არ იქნა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, ხო? ერთადერთი არის რომ ამ პასპორტი უნდა აიღოს ხელახლა ან დასაბრუნებელი მოწვევა. ბევრი ქვეყანა ამბობს რომ თუ ჩემი მოქალაქე მომართავს საკუთარი განცხადებით, მაშინ გავცემ ამ დაბრუნების მოწვევას. თუ არ მომართავს, არ გავცემ. და რჩება, ასე ვთქვათ, შევდივართ ჩიხში საბოლოო ჯამში. ასე რომ აქ გვაქვს ხოლმე არის შემთხვევა, როდესაც ვიცით რომ თქვა კონკრეტულ ადგილზე ინახება და თავად ამბობს რომ მე დაკავებული ეს პიროვნება და ამბობს რომ აი სახში თუ მიხვალთ შეგიძლიათ აიღოთ და დაგიწერთ ახობას. აი ეს მექანიზმი ქონდა გათვალისწინებული, თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას რომ სასამართლო კონტროლი მაინც როცა პირად ცხოვრებაში ჩარევა ხდება უნდა არსებობდეს და ვიფიქრებთ ამ საკითხზე და შემდგომი განხილვების დროს შეიძლება რომ ამ საკითხზე კიდე დამატებით მექანიზმები გავწეროთ. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე. ვფიქრობ მნიშვნელოვანი საკითხი არის და შეგვიძლია აქ სამართლიანი და სწორი ბალანსის პოვნა და ვფიქრობ ამ დისკუსიამაც აჩვენა ეს გარემოება, ასე რომ თუ კიდევ არ არის შენიშვნა მოსაზრებები, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხი განხილულად ჩავთვალოთ და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩვენ კომიტეტის ხდომას, თქვენის ნებართვით დავაყენებ კენჭისყრაზე ამ ინიციატივას, რის შემდეგაც გვექნება მცირე, ანუ ეს კომიტეტის ეს კონკრეტული ხდომა დასრულდება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკვე მუშაობას გაერთიანებული კომიტეტის ფორმატში. კერძოდ კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროთ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს ამ კანონიდან გამომდინარე სხვა ინიციატივებთან ერთად. დიდი მადლობა, წინააღმდეგი არავინ არ არის, ერთხმად არის მხარდაჭერილი. მადლობას მოგახსენებთ როგორც თქვენ, ასევე აპარატს ყველას, ვინ ჩართული იყო ამ კომიტეტის ხდომაში და ეს კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობთ.